სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამავაჟა სონღულაშვილი მრევლთან ერთად ტაო-კლარჯეთში იმყოფება. მათ უკვე მოილოცეს რამდენიმე ქრისტიანული ტაძარი. ახლა გვაქვს შესაძლებლობა იშხნიდან ჩავრთოთ მამავაჟა. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მამავაჟა, რას ნიშნავს ქრისტიანისთვის ტაო-კლარჯეთის მოლოცვა? პირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას. აქეთა საქართველოსთან, მაქეთა საქართველოს ესე ეძახიან აქეთ საქართველოს, მაქეთა საქართველოს და ჩვენ მადლობთ ღმერთს, რომ მე პირადად მრევლთან ერთად უკვე მომიწია მეორე წამოსვლა. შარშანყავით პირველად, ესე ვთქვათ, მედროშეებად წამოვედით, წელს უკვე მეორედ ორი მარშრუტკა წამოვედით და ღვთისმადლით ვეზიარებით მრევლთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად ჩვენი გურჯაანის ეპარქიიდან წამოვედით, რომ ჩვენ ვნახოთ უძველესი, ესე ვთქვათ, საქართველოს ისტორიას ფესვებს შევეხოთ, იმ ერთიანი საქართველოს ფესვებს შევეხოთ, რომელმაც დააბადა საქართველოს ერთიანობა, ეს გრიგოლ-ხანძთელის ეპოქა არის, მე-19 საუკუნე, როდესაც უკვე მე-11 და მე-12 და ოქროს ხანა მოყვა საქართველოსი, რომ არა გრიგოლ-ხანძთელი, რომ არა მისი მოღვაწეობა და აი აქ ტაძრებში ძალიან დიდად ჩანს მათი მოღვაწეობა, რამხელა მოღვაწეობა, რამხელა შრომა, რამხელა მარხვა, ლოცვა, ახალგაზრდა ჭაბუკმა როგორ მოახერხა თავის მოღვაწეობა, იმხელა დიდად გავლენა მოახდინა საქართველოს მომდევნო საუკუნეებში, რომ საქართველოს მოუტანა ოქროს ხანა, საქართველოს მოუტანა ერთიანობა, საქართველოს მოუტანა ერთიანი საქართველოს მეფე და ჩვენ მადლობთ უფალს, ჩვენ ერთად ვეზიარეთ გუშინდელი დღე იყო ხანძთა, დოლისყანა, ტბეთი, ახლა ამ მეორე დღეს ჩვენ ვიყავით ოთხთაში საოცარი ტაძარი, ესე ვთქვათ, დედა ტაძარი და ახლა ვართ ამჟამად იშხანში, მე აქ გადავდივართ ოშკში და ხვალ კიდევ მივდივართ ჩვენ სიწმინდეები უნდა მოვილოცოთ, ბანას ტაძარი უნდა მოვილოცოთ. ესე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩამქრალი ათონი და ამავდროულად ეს არის ადგილი, სადაც უდიდესი მოღვაწეობა მიმდინარეობდა და ეს თვითონ ტაძრები, მისი კედლები, მისი ამშენებლობა, მისი არქიტექტურა, მისი მოხატულობა ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენ დიდი საქართველო და დიდი ქართული ისტორია არის და ჩვენ ამას ერთად ვსწავლობთ და ვიხსენებთ მომავალ თაობასთან ერთად. მამავაჟა, გაგვიზიარეთ მრევლის შთაბეჭდილებები მას შემდეგ, რაც ეს სიწმინდეები მოილოცეს. საოცარი შთაბეჭდილება, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა გულში არის მდუღარება, არის ცრემლი, ძალიან ბევრი ამას გამოხატავს კიდევაც, ძალიან ბევრი იხსენებს საქართველოს ისტორიას და მე მიხარია, რომ ჩვენ ამ გასვლაში, ორ მარშრუტқа გამოსვლაში გვაქვს ჩვენ არის ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა ეზიარონ გრიგოლ-ხანძთელის ცხოვრებას, რომელიც უნდა გაიზარდონ ეროვნული სულისკვეთები, ქართული სულისკვეთები და შთაბეჭდილება არის საოცარი, მადლიანი და მე ვიტყოდი და გავიმეორებ, რომ აი თითქოს ჩამქრალ ათონზე ვიმყოფებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უნდა ხშირად მოვიდეთ. აქამდეც მოსულან ქართველები, დღესაც მოდიან ძალიან ბევრი მომლოცველი და მომავალშიც ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, განსაკუთრებულად კიდე მინდა ვისურვებდი ჩვენი ეპარქიიდან, გურჯაანის ეპარქიიდან, რომ მოვიდნენ ძალიან ბევრი ადამიანი მომლოცველი ამ წმინდა ადგილას და ყველამ შეძლოს, რომ მოილოცოს, გაიხსენოს, იამაყოს თავისი ისტორიით, თავისი დიდებული ისტორიით და მე მოუწოდებ ყველას, რომ ყველამ შეიძლება გაუკეთოს ორგანიზება აი ამ ტურებს, მომლოცველთა ჯგუფებს და ყველა შეიძლება რომ ეზიაროს აი ამ დიდებულ სანახაობას, რაც ტაო-კლარჯეთის ისტორიულ სანახაობად აითვლება. და ბოლოს საინტერესო არის, რა მდგომარეობაში არის ქრისტიანული ტაძრები ტაო-კლარჯეთში? ერთდროულად გვეუფლება ესეთი გრძნობა, არის დიდი სიამაყე და არის დიდი ტკივილი. აი ხანძთის ტაძარი წლების წინ 2007 წელს ჩამოიშალა გუმბათი, მანამდე გუმბათიც ჰქონდა, სამწუხაროდ სპეციალურად დაზიანებულიც არის ერთ-ერთი სვეტი ხანძთაში და უკვე დანგრევის პირას არის ხანძთა. დღეს ვიყავით ოთხთაში, რომელიც მსგავსად დაზიანებული არ არის, მაგრამ თითქოს ეს შემონახული დედა ტაძარი არის, რომელიც გვიყვება საქართველოს ისტორიას და არის ტაძრები, რომლებიც გადაკეთებულია მეჩეთებად, ისინი მეტად შენახულები არის. ეხლა ეს ტაძარი თქვენ ხედავთ, პირვანდელი საღამო შენარჩუნებული აქვს, მაგრამ შიგნით შესვლის უფლება არ აქვს, დაკეტილი არის, რადგან მიზეზით არის მოდებული, რომ იატაკი, მოზაიკა ახალი აღმოჩენილი და თითქოს დაზიანდება და ჩვენ რო შევალთ ამით დაზიანდება და აი ესე ვთქვათ, არის სიამაყე, არის ტკივილი, არის სიხარული, არის სევდა
და არის იმედი, რომ ჩვენ აუცილებლად საქართველოს დაიბრუნებს წმინდა ესე ვთქვათ მიწა-წყალს, რომელიც არის ნიკოპსე დარუბანდამდე. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ტაო-კლარჯეთიდან გვერდებოდა მამა ვაჟა სონღოლაშვილი. ეხლა ვიმყოფებით იშხანის ტაძარში, საბა იშხნერის მიერ აგებულ ტაძარში და მე ესე ვიტყოდი, რომ აქედან დავლოცოს ჩვენი საქართველო და საქართველოს მოუტანოს ერთიანობა, ერთსულოვნება, სიყვარული და ჩვენ უნდა გვახსოვდეთ, რომ სიყვარული შეიძლება აღვაშენოთ ჩვენი ეკლესია და აგრესია, მრისხანება, უსიყვარულობა, ერთმანეთის ლანძღვაგინება ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად დაანგრევს, როგორც არის. და ამიტომ ღმერთმაინებოს, რომ გრიულ ხანძთელის ულოცვით და აქ გაბრწყინებული მამების ულოცვით გაბრწყინდეს და ეშველოს ჩვენ საქართველოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს. ამინ.